ჩაწოდება საჯარიმოში დარტყმა გარის მიმართულებით და გავიდა გოლი ჩვენ შეხვედრაში. დაწინაურდა დინამო თბილისი წინა ტურის, მაგრამ სუფლად წნეხის გარეშე მოქმედება. დიდი ფუფუნება აკი აი სივრცეები. ნახოთ როგორ მოხდება ათვისება გვასალია მარჯვენა მცველი ნახეთ სად აღმოჩნდა. პასიც გააკეთა მონტეირო დარტყმა გარის მიმართულებით და ანგარიში ხდება 0-2. ეს უკვე დიდი უპირატესობა სადებიუტო გოლი პორტუგალიელისა. არა, ბარსოსეი გახდათ ეს მოთამაშე გვასალია. 1-1 დინამო თბილისი ახერხებს წონასწორობის აღდგენას პირველი ტაიმის დასრულებამდე სულ რამდენიმე წამით ადრე. პრინციპში არ არის დარტყმა ვნახოთ კარში თურმანიძე დამატება და ცარიელი კარის ხაზიდან მოხერხდა. თუმცა ვერაფერი ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ გოლი გავიდა და ჩაითვალა როგორც ჩანს. გიორგი ზარიას შესრულებით იყო მონტეიროზე სივრცე, ჩაწოდება აი მონტეიროს დარტყმა და 2-2. ეს არის ის რაზეც ვისაუბრე. გიორგი ზარია, გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი. საქართველოში არ იყო მაინც და მაინც მრავალი მოთამაშით გამორჩეული. დონკორი კარგი ეპიზოდი, დარტყმა და რა გოლი გაიტანა დონკორმა. წყინვალე შესრულება. კუტალაძემ პენალტის მოგერება კი იცის, მაგრამ აგერ ვაწაძემ დაარტყა და გაიტანა. 1-0 დინამო დაწინაურდა. დღევანდელ დაპირისპირებაში ცენტრისკენ პასი გააკეთა. კიდევ ერთი გადაცემა ვაწაძემ ეკარესთან 1-1-ზე შესანიშნავი იყო მათე ვაწაძე. მისი დუბლი და ანგარიში ხდება 2-0. ჩაწოდება საჯარიმოში 1-1. დინამო თბილისმა გაათანაბრა შეხვედრის 22 წუთზე სანდრო კალანდაძე გოლის ავტორი. პასი გვასალიას პასი ხარებაშვილს, კარგი მომენტია ხარებაშვილის გადაცემა დარტყმა 2-2 როდრიგო რამუში გოლის ავტორი. ხარებაშვილი კარგი გადმოტანა დონკორის მიმართულებით, აჯობა პირველ ნაბიჯში აქ უკვე მოწინააღმდეგეს და გაიხსნა ანგარიში. მოახერხა ნანაკოფი დონკორიმ თავისი მეორე გოლის გატანა კრისტაბედ ეროვნულ ლიგა 1-ში. ნინუას ჩაწოდება დარტყმა გარის მიმართულებით. გავიდა იგი გავიდა. ნუ ამ რაკურსიდან თითქოს გამოჩნდა რომ გოლი იყო გასული. საშინლად მოქმედებს პაერის დაცვა ამ ეპიზოდში და მათე ვაწაძემ მაინც მოახერხა დღევანდელ შეხვედრაში თავის გამოჩენა. ეს ძირითადში არიან ისინი. ჯაბა კანკავა კიდევ ერთი ლეგენდა და აქ პირველივე წუთზე გავიდა გოლი და გაიტანა იგი დინამო თბილისმა. თუ არ იყო იქ რაიმე ტიპის თამაშის წესის დარღვევა, ეს რანგით ყველაზე მაღალ ლიგაში. აბა ნინუა და კარგი მომენტი, რაპასი გაჭრა, მონტეირო მოატყუა ბერუაშვილი, დარტყმა 2-1, 1-2. შვენიერი გოლი გამოვიდა და ეს გოლი ფულემი ჩემპიონშიპი, პრემიერ ლიგა, პრესტონი, ბლეკბული და აქ რა მომენტი, როგორი გოლი გავიდა 3-2 მათე ვაწაძე. იგით მეორე ჩაწოდება, არეულობა ისევ საჯარიმოში, კიდევ ერთი დარტყმა, ესეც დაიბლოკა, დონკორი და რა გოლი გავიდა. ისეთი ინტენსიური შეტევა. საქართველოს ნაკრების ფორვარდის გუნდი გავარდა, აქ მეორე გოლი გაიტანა დინამო თბილისმა, ისევ კუთხური, ისევ სტანდარტი და ამჯერად უკვე აბდულაი იორო ახერხებს ყალტუბოში პირველი კუთხური ჩვენ შეხვედრაში. ჩაწოდება ახლოძე და არეულობა და გაიხსნა ანგარიში. დინამო თბილისი დაწინაურდა გატანილი გოლის ავტორი გახლავთ ნუმან კურდიჩი. სიმარჯვნივ სანტოსი დაამუშავა ბურთი. ხარაიშვილზე გაყოლება. ჩაწოდება საჯარიმოში, დარტყმა და ანგარიში ხდება უკვე 0-2. მათე ვაწაძე მეორეს უთქვა გაიხსნა. ნინუა მორიგი ჩაწოდება და ანგარიში ხდება 0-3. 0-3 ხო, ეს არ ვიცი. და ატურის მერანმა 1-1 ითამაშეს. დღეს 16 საათზე, ანუ ამ მატჩის დასრულების შემდგომ, თუმცა მანამდე დინამო შეტევას მივადევნო თვალყური, კარგი გადაცემა იორო დარტყმა გარის მიმართულებით და 0-4. აბდულაი იორომ გაიტანა დინამოელების შანსი. იორო დარტყმა გარის მიმართულებით და ახლა მაინც გავიდა მეხუთე გოლი. დუბლი აბდულაი იოროს შესრულებით 1-5. ჩაწოდება საჯარიმოში, დარტყმა ყეშელაშვილი ეხება ბურთს, მაგრამ გუნდის გადარჩენას ვერ ახერხებს. სირაძემ თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა 1-6. ნანაკოფი დონკორით რუმოძრაობები აწია დარსანია, ჩააწოდა ვორობეი და მაინც გავიდა და მაინც იძაბება სიტუაცია. სანტოსიც ითამაშებდა დღევანდელ შეხვედრაში და ახლა კიდევ უფრო მეტი მოეთხოვება. დასარტყმელია, დარტყმა და ანგარიში გათანაბრდა ძალიან სწრაფად. მე-11 წუთზე გატანილი. საჯმა უკვე ნიშანი
მაღალი ჩაწოდება საჯარიმოში, თავი დარტყმა და 2-1 ძალიან სწრაფად დინამო გავიდა წინ. ჩაწოდება დარტყმა და ანგარიში ხდება 3-2. ძალიან სწრაფად დინამოს ფეხბურთელებმა. კერძოდ კი ლეონარდო სანტუშმა დინამოს 14 ქულა აქვს, სამგუროს 16. ასე რომ მეორე წრე ორივესთვის უკეთესი იყო. აქ ვნახოთ რა იქნება. დინამოს კიდევ ერთი კარგი იერიში, დოლტმურზიევი დარტყმა და 4-2 66 წუთზე. კიდევ ერთი გოლის 18 წლის გახლავთ ლუკა ციკოლია, ნახევარმცველია, წინა შეხვედრაში ძირითადშიც კი ანდომას ადგილი თემურ ქეცბაია, მაგ დარტყმა და 5-2. 5-2 კიდევ ერთი გოლი დღევანდელ შეხვედრაში და აბდულაი იორო, რომელიც